იმპერატორმა იუსტინიანემ ჩვენი წელთაღრიცხვით 559 წელს დახურა ყველა ასტროლოგიური სკოლა, რაც კი იყო იმ პერიოდში რომში და შესაბამისად ესე დაიმარხა ძველი ასტროლოგია. მას შემდეგ რაც შემოვიდა ქრისტიანობა და დაიმარხა ასტროლოგია, მინდოდა განმარტება გამეკეთებინა თუ რატომ იყო პრობლემა. პრობლემა იყო იმაში, რომ ასტროლოგია ამბობს, რომ ყველაფრის ესე ვთქვათ მოწესრიგება შესაძლებელია და ამით ბევრს ჰგონია, რომ უარყოფს ქრისტიანობას. რეალურად მაშინაც იგივე პრობლემა იყო. ესე ვთქვათ, ქრისტიანებს ჰქონდათ პრობლემა ის, რომ ბიბლიაში არის მითითებული, რომ იყვნენ ასტროლოგები და ენოქის წიგნში პირდაპირ წერია, რომ ასტროლოგია სხვა მეცნიერებებთან ერთად იყო იარაღი, ესე ვთქვათ, ცოდნა ანგელოზების. და რომ ანგელოზებმა ჩამოიტანეს ეს ყველაფერი დედამიწაზე ეს ცოდნა და გაუზიარეს ხალხს. და ეს იგივენაირად წერია, რომ ეს იყო მცდარი ნაბიჯი, არ იყო სწორი ნაბიჯი მათი მხრიდან და ეს იყო ზუსტად ქრისტიანების პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცოტა არყევდა ქრისტიანების რწმენას ღვთის არსებობაში და ღვთის ნებაში ზოგადად. და შესაბამისად ქრისტიანებს უნდა მოეფიქრებინათ კონკრეტული ფილოსოფია, რომ რაღაცნაირად მოერიგებინათ ერთმანეთში ქრისტიანობა და ასტროლოგია. იყო ერთი ფილოსოფოსი პლოტინი იმ პერიოდში, რომელმაც თქვა, რომ ასტროლოგია როგორც ესეთი გავლენას ახდენს ადამიანების, ესე ვთქვათ, ყოველდღიურობაზე, აღიარებდა, რომ აი როგორც მთვარე ახდენს გავლენას მოსავალზე და ასე შემდეგ, რომ სხვა პლანეტებიც ჩვეულებრივად გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ თქვა, რომ ეს ყველაფერი და პლანეტების გავლენა არ ეხება ადამიანის ხასიათს, არ ეხება ადამიანის ჩვევებს და არ ეხება ადამიანის გადაწყვეტილების მიღების უნარს. ანუ რომ ადამიანის შინაგანი, მე, ესე ვთქვათ, არის ხელშეუხებელი პლანეტებისგან. ეს იყო ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, კარგი გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთთან, ესე ვთქვათ, მოერიგებინათ რელიგია და ასტროლოგია. ზოგადად პლოტინი არ იყო ქრისტიანი, მაგრამ ქრისტიანებმა გამოიყენეს მისი აი ეს აზრი, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ჩდებოდა ამ ყველაფერში და მათ მიზანს, ესე ვთქვათ, ძალიან კარგად ასრულებდა. გარდა ამისა იყო ერთი ბერძენი ფილოსოფოსი ორიგენი, რომელიც ამბობდა, რომ ასტროლოგიაც და იგივენაირად პლანეტებიც და მათი გავლენაც ღვთის შექმნილი არისო, იგივენაირად სისტემა არისო, რის გამოც თვლიდნენ ერეტიკოსად დიდი ხნის განმავლობაში და ესე ვთქვათ, არ იყო მიღებული საზოგადოებაში ამ სიტყვების გამო. ნეტარმა ავგუსტინემ თავის დროზე გამოიყენა ქადაგების დროს ტყუპების მაგალითი და თქვა, რომ ასტროლოგია რომ იყოს სწორიო, ამ შემთხვევაში ტყუპების მაგალითი წინააღმდეგობაში მოდის. თავის დროზე არ იცოდნენ ასტროლოგია ამდენად კარგად და არ იცოდნენ, რომ რეალურად შეიძლება ტყუპები დაიბადონ 2 წუთის სხვაობით და ეს 2 წუთი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება და ადამიანის არჩევანი ყოველთვის არის ხელშეუხებელი.